ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის და მობილური ტელეფონების საშუალებით აბიტურიენტებმა დღეს სახელმწიფო გრანტების ოდენობები და იმ უნივერსიტეტების დასახელებები გაიგეს, სადაც სწავლას მომდევნო წლების განმავლობაში გააგრძელებენ. გამოცდებში წელს 35500 აბიტურიენტი მონაწილეობდა, აქედან 26000-ზე მეტი სტუდენტი გახდა. 9000-ზე მეტი აბიტურიენტი კი კონკურსს გამოეთიშა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინაშვილის ინფორმაციით გრანტი წელს 6000-ზე მეტმა აბიტურიენტმა აიღო, რაც გასული წლის რაოდენობაზე 100-ით მეტია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ზოგადი უნარების და არჩევითი საგნის შედეგებს მიენიჭა. სხვა ფაკულტეტი ნამდვილად არ მინდოდა, მოვხდი იმ ფაკულტეტზე, რაც მინდოდა და უნივერსიტეტით შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხე ჯავახიშვილი სხვა არის, მაგრამ არც ჩემი უნივერსიტეტი არ ვარ უკმაყოფილი და პირიქით ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან არ ველოდი, იმიტომ რომ გრანტიც ავიღე რაღაც და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ისე მადლობას ვუხდით ჩემს მასწავლებლებს და ყველას. იმატლებს თუ შევადარებთ, ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა წინა წელს უფრო მეტი იყო, 12000-ზე მეტი იყო, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით უკეთესია შედეგი წელს. რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, 6000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება, აქ არ იგულისხმება ის ფაკულტეტები, სადაც თუ ჩაირიცხა აბიტურიენტი, სტუდენტი მისი სწავლის საფასურს მთლიანად ფარავს სახელმწიფო, ანუ გაცილებით მეტ შეეხება სახელმწიფო დაფინანსება.